დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ერთ მხრივ ეს არის თქონდა უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა ამასთან ერთად ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას მოუტანა გაერთიანება, ქართულ ხალხს მოუტანა გაერთიანება და მოუტანა დამოუკიდებლობა ზუსტად 2 წელიწადში 9 აპრილის ტრაგედიიდან საქართველოს ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. და მე მახსოვს ის დღეები, ის კვირები, ის თვეები, წლები, რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოუკიდებლობა საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარული. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. და ეს ყველაფერი ასევე შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. თქვენ ხედავთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვას და ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ. როდესაც მაშინდელი საბჭოთა KGB ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩვას და სამწუხაროდ ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები ასევე ცდილობენ ხელოვნურად გახლეჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს ძალები, ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა KGB. და გულისხმობ ეგრეთ წოდებულ Deep States და ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ Deep State მოქმედებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. მადლობა ღმერთსა, ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისათვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. და დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ, ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს 9 აპრილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოიყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ საბჭოთა KGB, როცა ჩვენ გამოაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარეთ ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, ჩვენ აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და აუცილებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი საერთო ოცნება, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების. ბატონო ერგლი, თქვენ დაპირისპირების გამწვავებას მოერიდეთ პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა არ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან და ნაცვლად ამისა მოვიდა სამების საკათედრო ტაძარში. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? თქვენ ხედავთ, რომ გარეთ ძალებს აბსოლუტურად გამოცვლილი აქვს ენერგია. ესენი ცდილობდნენ ეს კონკრეტული პროვოკაცია გამოიყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რას თავარია, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარეთ ძალებს მიცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არა მარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე, რომ ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა
მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარეთ ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგყონ სიძულვილის გაღვივება. თქვენს განცხადებაზე კითხავთ თუ შეიძლება თავადაც ახსენეთ და ორმა ნაწილმა გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისხმობა. ერთი ის რომ რუსეთი არ იყო ნახსენები 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში და მეორე ის რომ გარე ძალა ანუ რუსეთთან გათანაბრებული იყო deep state-ი როგორც თქვენ უწოდებთ ხოლმე ხშირად და ტოლობის ნიშანი იყო და სულ როგორ განმარტავთ და რას უპასუხებთ ადამიანებს რომლებსაც უკმარისობის განცდა გაუჩინდა თქვენმა განცხადებამ. ესეც არის სერიალი სპეკულაციები. რეალურად მე აქცენტი მქონდა პარალელზე 26 წლის წინაც მოქმედებდა გარეძალა, სხვა გარეძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარეძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს. აი ზუსტადაც რომ მე ვსვავ ტოლობის ნიშანს. რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს deep state-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა KGB. მეთოდები არ შეცვლა საბჭოთა KGB-ს მეთოდებით მოქმედებს deep state-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ეს იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. ჩვენ შესაბამისად ორიენტირებული ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც გარეთ დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად ესავენ ჩვენ საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე კითხავთ თუ შეიძლება. მან თქვა რომ აპირებს უახლოეს მომავალში კომუნიკაცია გქონდეს პრემიერ-მინისტრთან, თქვენ გქონდათ მასთან საუბრები და შეხვედრები, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში და აღნიშნა რომ საქართველოში არ არის ვითარება როგორც სურთ რომ იყოს, თუმცა არც უარესია და ამიტომ ვითარების გამოსასწორებლად აპირებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თქვენთან კომუნიკაციას. რა გიქნებათ სათქმელი შექმნილ ვითარებაში. მე მქონდა პირადად მასთან საუბარი, როგორც მოიხსენებათ დეკემბერში და ვფიქრობ, რომ მოახლოეს დღეებში მექნება მასთან კიდევ ერთხელ საუბრის საშუალება რა ფორმით, როგორ და რა თემებზე, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მოგვიანებით გავასწრებთ ინფორმაციას. ანუ გრანტების შესახებ კანონზე უნდა გკითხოთ, გარკვეული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს. ხო, ქართული ოცნებიდან კი გვესმის მკაფიო პოზიცია, რას ემსახურება ეს კანონი. ვიცით, რომ გარკვეული საფრთხეების არიდებისკენ არის ეს მიმართული, ასევე ეს არ არის შებავიწყოებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. თქვენი პოზიცია როგორი არის და როგორ პასუხობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალდებები აქვთ ამ კანონთან? პრინციპში ეს იმ თემის გაგრძელება, რაზეც საუბრობდი, გრანტების მეშვეობით, გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. ეს კანონი შესაბამისად უპირისპირდება არა გრანტს როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს. შესაბამისად საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლეჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენ საზოგადოებაში. ევროპის აუდიტის სასამართლოს დასკვნა გახდა ცნობილი, სად გაიხარჯა 7 მილიარდი ევრო, არ არის ცნობილი რა მიზნით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო, როგორ შეაფასებთ ამ პროცესს და ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია ამბობს, რომ რა ხდება ევროკავშირში, ეს დაკავშირებული არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, თქვენ ხედავთ დაკავშირებას ამ პროცესთან? თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ NGO-ების გამჭვირვალობისთვის და პირიქით კონკრეტული ძალები იბრძოდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ისიც იყო მარტივი. რეალურად ეს თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას და მას ყველა ხედავდა, ხო, აბსოლუტურად ყველა ხედავდა.
ჩვენ სწორედ იმისათვის მივიღეთ კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერავინ დაპირისპირებოდა გაუმჭვირვალე დაფინანსების მეშვეობით. ჯერ მოვისმინეთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების აღიარება წინა ადმინისტრაციის ქმედებებთან დაკავშირებით პირდაპირ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტულად მაგალითად USAID-ის ნედის თანხები ხმარდებოდა რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის არევას სხვა სახელმწიფოებში. ეს არის პირდაპირი აღიარება. ახლა უკვე ჩვენ ხედავთ აღიარებას ევროპული სტრუქტურებიდან. ყველაფერი დღესავით ნათელია. თქვენ ხედავთ, ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან რადიკალიზმის გაღვივებით დაკავებული და სიძულვილის დათესვით დაკავებული. ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები, ეს არის პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც კონსტიტუციის დარღვევით აფინანსებდნენ კონკრეტული ფონდები. ყველაფერი ხელისგულზადებს ისედაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს მტკიცედ დაცული საქართველოს უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხოების თემა. NGO-ები, გარე დაფინანსება, გამჭვირვალე დაფინანსება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. ჩვენ ამას უპირისპირდებოდით წარსულშიც და დაუპირისპირდებით კიდევ უფრო მტკიცედ მომავალშიც. ბატონ პრემიერ, კითხვა პირველი საგამოძიებო კომისიაზე, სადაც მოვისმინეთ, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, ამაზე მოგვიანებით მოვისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება, რაზეც ფაქტჩეკმა თქვა, რომ ამუკა მდინარაძე მოიტყუა, თუმცა თავადვე წერს, რომ ეს მანამდეც იყო ცნობილი. რა წესთან გვაქვს საქმე იმ ორგანიზაციისგან, რომლის უკანაც ვიცით ვინ დგას? ეს ფაქტჩეკს რაც შეეხება არის ნაცმოძრაობასთან, კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მთავარი გამყოლბებელი, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, ამიტომ საინტერესო არ არის ისინი რას ამბობენ. რაც შეეხება 2008 წლის ომს. რეალურად ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით, ხო? ჩვენ ვაკვირდებოდით. მოვლენას მე ძალიან კარგად მახსოვს 7 აგვისტოს ღამეც, 8 აგვისტო, როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და როდესაც არზეიმით გვიცხადებდა მაშინდელი რეჟიმი იმას თუ როგორ იღებდნენ სოფლზე, როგორ იყვნენ შესული ცხინვალში და როგორ მიიწევდნენ წინ როკის გვირაბისკენ, ხო? ანუ არავითარი ასე ვთქვათ, თავდაცვის რეჟიმი მთლიანად საუბარი იყო შეტევაზე, რომელსაც ახორციელებდა რეჟიმი და შემდეგ მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა ეს ყველაფერი, ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა და ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, მართალია გადაჭარბებული, მაგრამ საპასუხო რეაქცია. ამას ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, ევროსაბჭოს წევრმა პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ და ამას რაც ყველაზე გასაოცარია, ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, დღევანდელი ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის გიორგი თარგამაძის სახით. თქვენ ხედავთ, რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. რაც გააკეთეს, იმაზე საბოლოო ჯამში ხელი მოაწერეს, ეს არის უდიდესი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დანაშაული აქვს შადენილი სააკაშვილის რეჟიმს, ეს არის მაინც ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. როგორც კი ასეთი დანაშაულს დატოვებს შეფასების გარეშე, მაშინვე რჩება რისკი საამავლო და თქვენ ხედავდით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში სწორედ იგივე ძალების მეშვეობით სურდათ კონკრეტულ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გაღვივება. აქაც რა თქმა უნდა, რომ ქონოდათ ამის საშუალება, ისევე გააღვივებდნენ ომს ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს და ქვეყანას ჩააგდებდნენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წელს ჩააგდეს. თუმცა მადლობა ღმერთს, ქართულმა საზოგადოებამ მათ არ მისცა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება და შესაბამისად ახალი ფრონტის გაჩაღების საშუალება ჩვენს ქვეყანაში. აზიის განვიზიციაში რღვევასთან დაკავშირებით თავად ოპოზიცია ამბობს, რომ ცუდი პროცესები მიდის შიგნით, პროცესები, რომელიც აზიანებს თითოეულ პარტიას. რატომ მივიდნენ თქვენი ოპონენტები აქამდე? იმიტომ ხომ არა, რომ არჩევნების შემდეგ დაწერილი გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანეს. რეალურად ისინი განადგურდნენ გარე ძალების ხელით. საბოლოო ჯამში გარედან იწერება სცენარები, გარეთ ვინც წერს თან დაბალ დონეზე წერენ კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვს საზოგადოების პულსის სწორი აღქმა და აქედანაც იმ დონის აგენტები არიან, რომ რაღაცა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებაც კი არ აქვს საკუთარი პატრონების წინაშე. ასე დროს ძალიან მარტივად პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ გარე ძალებმა თვითონ
გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სხვა მიზანი ეს ოპოზიცია მოიყვანათ ხელისუფლებაში. არის სრული ქაოსი და რა თქმა უნდა ეს ასე წარიმართება მომავალშიც და ძალიან კარგია. თქვენ ნახავთ იმ შემთხვევაში თუ მიიღებენ ისინი მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამის მიუხედავად მე მაინც მინდა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობა რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს. აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეუქცევადად განვითარდეს დემოკრატიული თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მომავალში. აზიის განვითარების ბანკის ანგარიშიც რომ გითხრათ 6%-იანი ზრდა არის წელს ჩვენს ქვეყანაში და მსგავსი მზარდი დინამიკა რისი დამსახურება არ მგვითხრით. 6% არის წინასწარი პროგნოზი, თუმცა პირველი ორი თვის მაჩვენებელი არის ბევრად უფრო მაღალი 9.4%. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და საფუძვლიანი იმედი რაც თავარია, რომ 6%-ს ბევრად გადავაჭარბებთ. ეს ხდებოდა ხოლმე წინა წლების შემთხვევაშიც, პროგნოზი იყო ხოლმე უფრო დაბალი და შემდეგ ამ გეგმას ასრულებდით ხოლმე ჩვენ გადაჭარბებით. ფიქრობთ, რომ წელსაც იქნება შესაძლებელი. ანუ ფიქრობთ, რომ წელს 6%-ზე მაღალი ზრდა გვექნება საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, ამისათვის დამატებით ინიციატივებსაც არ უთქვენ საზოგადოებას.